ზია არის უკანონოდ დაპატიმრებული, ის არც მიიმალებოდა და ვერც გაანადგურებდა მტკიცებულებებს, ამიტომ სრულიად დაუსაბუთებლად შეუფარდეს პატიმრობა. ის დაუხოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სააპელაციო უნდა გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეცდომა, დანაშაული, როცა ის პატიმრობაში გაუშვა. ამიტომ დროულად ველოდებით სააპელაციოსგან საერთოდ ცნობას უშვებენ თუ არა, დაუშვებენ თუ არა ამ საჩივარს, იმიტომ რომ ვადები დაირღვა, ჯერ ისევ არ ვიცით, მიღებულია თუ არა საჩივარი, ამიტომ სააპელაციომ უნდა გაათავისუფლოს. პროკურატურამ უნდა შეცვალოს აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნა. ზია არ იმსახურებს პატიმრობას ხელის შემოქმნების გამო ადამიანებს, იმ შეურაცხყოფილ ადამიანებს, რომელმაც უბრალოდ პოლიციის სრულიად დამამცირებელ დამოკიდებულებაზე რეაქცია გამოხატა, არ იმსახურებს პატიმრობას. ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ეს რეალურად არის დემონსტრირება იმის, რომ ის ისჯება თავისი პროფესიული მიუკერძოებელი საქმიანობისთვის, რომელსაც ეწეოდა ყველა ხელისუფლების პირობებში. სააკაშვილის რეჟიმის დროს, შევარდნაძის რეჟიმის დროს და ახლაც იცავდა და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და დემოკრატიას ქვეყანაში.